სატურნი მხოლოდ ლამაზი რგოლებით არ არის ცნობილი. ეს ერთ-ერთი ყველაზე უცნაური და ექსტრემალური სამყაროა მთელ მზის სისტემაში. სატურნი ერთადერთი პლანეტაა, რომლის საშუალო სიმკვრივე წყალზე ნაკლებია. თეორიულად თუ იარსებებდა საკმარისად დიდი ოკეანე, სატურნი მის ზედაპირზე გაცურდებოდა. მეცნიერები ფიქრობენ, რომ სატურნის რგოლები შესაძლოა მხოლოდ 100-400 მილიონი წლის იყოს. ანუ დინოზავრების ეპოქის შემდეგ გაჩენილი. ეს კოსმოსური მასშტაბებით ძალიან ახალგაზრდაა. არსებობს ჰიპოთეზა, რომ სატურნის ატმოსფეროში ელვისა და უზარმაზარი წნების გამო ნახშირბადი ბრილიანტებად გარდაიქმნება და ქვემოთ წვიმასავით ეცემა. რა საინტერესოა რა? პლანეტაზე ბრილიანტები რომ წვიმს. რა დასანანია იქ რომ სიცოცხლე არაა, განვითარებული ფორმით მით უმეტეს. პატარა ტელესკოპითაც კი სატურნის რგოლების დანახვა შეიძლება და ბევრი ასტრონომი ამბობს, რომ პირველად მისი დანახვა ერთ-ერთი ყველაზე ემოციური გამოცდილებაა ცის დაკვირვებაში. კოდის ამ ეპიზოდში სატურნზე ვსაუბრობ. სატურნი მზის სისტემის სიდიდით მეორე პლანეტაა. ზომით მას მხოლოდ იუპიტერი აჭარბებს. დიამეტრით დაახლოებით 120.500 კილომეტრია. დედამიწაზე დაახლოებით 9-ჯერ ფართოა. მოცულობით შიგნით დაახლოებით 760 დედამიწა ჩაეტეოდა. მასით კი დედამიწისაზე 95-ჯერ მეტია. სატურნი მზიდან საშუალოდ დაახლოებით 1.4 მილიარდი კილომეტრითაა დაშორებული. ეს ნიშნავს, რომ მზის სინათლე სატურნამდე მისასვლელად დაახლოებით 80 წუთი ჟირდება. დედამიწამდე იგივე სინათლე მხოლოდ 8 წუთში მოდის. სატურნი მზის გარშემო ერთ ბრუნს დაახლოებით დედამიწისეულ 30 წელს ანდომებს. ის გაზის გიგანტია. მყარი ზედაპირი პრაქტიკულად არ გააჩნია. მას 140 მეტი მთვარე ჰყავს. მათ შორის ცნობილი ტიტანი და ენცელადია. სატურნის ჩრდილოეთ პოლუსზე არსებობს უზარმაზარი 6-კუთხა შტორმი, რომელიც 1000-ობით კილომეტრზე ვრცელდება. მეცნიერებმა ჯერ ბოლომდე არ იციან, რატომ აქვს მას ასეთი იდეალურად გეომეტრიული ფორმა. ამაზე ვცლად ვიდეოს განმავლობაში ვისაუბრებ. გავიცნოთ უზარმაზარი სატურნი. სატურნი იმაზე ბევრად უცნაურია, ვიდრე გგონიათ. ჩვენ ყველამ ვიცით ეს პლანეტა, როგორც მზის სისტემის გვირგვინის მარგალიტი, თავისი შთამბეჭდავი რგოლებითა და კაშკაშა ოქროსფერი ღრუბლებით. მაგრამ ამ ბრწყინვალე ფარდის მიღმა იმალება ძლიერი და გამანადგურებელი ძალა, რომელსაც დედამიწიდან ვერ ვხედავთ. სწორედ ამიტომ გაგზავნა NASA-მ 1990-იანი წლების ბოლოს ზონდი სახელად კასინი. ეს იყო გაბედული მისია შოკის მომგვრელი დასასრულით, ხოლო ის, რაც მან აღმოაჩინა, სამუდამოდ შეგიცვლით წარმოდგენას სატურნზე. პირველი რაც უნდა იცოდეთ, არის ის, რომ სატურნის რგოლები ქრება. კოსმოსური დროის მასშტაბით სატურნის რგოლები საკმაოდ ახალგაზრდაა. მიიჩნევა, რომ ის დაახლოებით 100 მილიონი წლის წინ წარმოიქმნა და უკვე იწყებს გაქრობას. წარმოიდგინეთ ასეთი სცენარი. სანამ სატურნს რგოლები ექნებოდა, მას დამატებითი მთვარე ჰყავდა. ის შედარებით პატარა იყო, დაახლოებით 400 კილომეტრი დიამეტრით, მაგრამ წარმოადგენდა ძალიან მკვრივ, მყარი ყინულის უზარმაზარ ბურთს. ეს მთვარე სატურნთან ძალიან ახლოს მოძრაობდა, იმდენად ახლოს, რომ დროის განმავლობაში პლანეტის გრავიტაცია ნელ-ნელა უფრო და უფრო ითრებდა მას, სანამ მან არ გადაკვეთა უხილავი ზღვარი, რომელსაც როშის ზღვარი ეწოდება. ეს არის წერტილი, სადაც სატურნის გრავიტაცია უკვე აჭარბებს მთვარის საკუთარ გრავიტაციას. წარმოიდგინეთ, თითქოს ორი გრავიტაციული ძალა ერთმანეთს ეჯიბრება. ყინულის მთვარე ცდილობს მთლიანად დარჩეს, მაგრამ სატურნის მიზიდულობა მეტისმეტად ძლიერია. როდესაც ობიექტი როშის ზღვარს გადაკვეთს, უფრო დიდი სხეულის გრავიტაცია პატარა სხეულს ნაწილებად აქცევს. სწორედ ასე დაიშალა ეს ყინულის მთვარე უთვალავ ნატეხად და სატურნის ორბიტაზე დაახლოებით 17,000 ტრილიონი ტონა ყინული გაიფანტა. ახლა ეს ნატეხები პლანეტის გარშემო ტრიალებენ, ერთმანეთს ეჯახებოდნენ, კიდევ უფრო იშლებოდნენ, მტვრად იქცეოდნენ და სატურნის ბრუნვის ძალის გავლენით თხელ დისკოდ ნაწილდებოდნენ. ანუ იმისათვის, რომ თავისი ცნობილი რგოლები მიეღო, სატურნმა საკუთარი მთვარე გაანადგურა და მისი ნარჩენები თითქოს ტროფიად მოირგო. დღეს რგოლებში დარჩენილი ნაწილაკების უმეტესობა 1 სანტიმეტრიდან 1 მეტრამდე ზომისაა, თუმცა მთლიანობაში იქ ყველაფერია მიკროსკოპული მტვრიდან დაწყებული, 10 მეტრის სიგანის ლოდებით დასრულებული. რგოლების წარმოქმნის პროცესი არსებითად იგივე ბუნებრივი ძალაა, რომელიც გალაქტიკებსა და მზის სისტემებს აყალიბებს, უბრალოდ ბევრად პატარა მასშტაბით და გაცილებით სწრაფად. სატურნის გარშემო ყინულის დისკოს ჩამოყალიბებას სულ რამდენიმე დღე დასჭირდა. ყველაზე საინტერესო კი ის არის, თუ როგორ გადაიქცა ეს ბრტყელი დისკო იმ მკაფიო რგოლებად, რომლებსაც დღეს ვიცნობთ.
დანგრეული მთვარის ნარჩენებში რამდენიმე შედარებით დიდი ფრაგმენტი მაინც გადარჩა. ეს ნაწილები ასევე მოხვდნენ მბრუნავ დისკოში. დროთა განმავლობაში ისინი საკუთარ ორბიტებზე განლაგდნენ და მოძრაობისას გზადაგზა იკრებდნენ ყინულისა და მტვრის ნაწილაკებს. თითქოს საკუთარ ბილიკებს ჭრიდნენ. ამ ობიექტებს მწყემსი მთვარეები ეწოდება, ხოლო მათ მიერ დისკოში გაჭრილმა ბილიკებმა შექმნა სატურნის რგოლების ცნობილი სტრუქტურა. ამ რგოლების ზომა წარმოუდგენელია. ისინი 280,000 კილომეტრზე მეტ მანძილზეა გადაჭიმული, რაც თითქმის დედამიწისა და მთვარეს შორის მანძილის ტოლია. მაგრამ ამავე დროს ისინი საოცრად თხელია. საშუალო სისქე მხოლოდ 10 მეტრია. დაახლოებით 3 სართულიანი შენობის სიმაღლე. თუ სატურნს გვერდიდან მიუახლოვდებით, რგოლები თითქმის უხილავი იქნებოდა. შორიდან ისინი ბრტყელი და ერთგვაროვანი ჩანს, მაგრამ ახლოდან გაცილებით რთული, სამგანზომილებიანი სტრუქტურა აქვთ. ზოგი რგოლი ტალღებადაა განლაგებული, ახლომდებარე მწყემსი მთვარეების გრავიტაციის გამო. სხვაგან კი ნარჩენების მთაგრეხილებია წარმოქმნილი, რომელთა მწვერვალებიც 200 მეტრს აღწევს. ამის დანახმა შესაძლებელი გახდა კოსმოსური აპარატის კასინის წყალობით, რომელიც პლანეტების კვლევის ერთ-ერთ ყველაზე ამბიციურ მისიად ითვლება. ეს ზონდი NASA-ს, ევროპის კოსმოსური სააგენტოსა და იტალიის კოსმოსური სააგენტოს ერთობლივი პროექტი იყო. კასინი 1997 წელს გაუშვეს და 7 წლიანი მოგზაურობის შემდეგ ღრმა კოსმოსში კიდევ 13 წელი გაატარა სატურნისა და მისი რგოლების დაკვირვებაში. დღეს სატურნის შესახებ თითქმის ყველაფერი, რაც ვიცით, სწორედ კასინის მისიის დამსახურებაა. ზონდმა პირდაპირ გაიარა რგოლებში და საბოლოოდ პლანეტის ატმოსფეროშიც შევიდა. შესაძლოა ყველაზე გასაოცარი ისაა, რამდენად გაგვიმართლა ადამიანებს, რომ ამ ეპოქაში ვცხოვრობთ და ამის ხილვა შეგვიძლია, რადგან იგივე ძალა, რომელმაც სატურნის რგოლები შექმნა, ნელ-ნელა მათვე ანადგურებს. როგორც თავდაპირველი მთვარე ჩაითრია პლანეტის გრავიტაციამ, ასე ეშვება ახლა რგოლების ნარჩენებიც სატურნისკენ, მაგრამ რგოლების განადგურებაში მონაწილეობას მწყემსი მთვარეებიც იღებენ. ზოგ მათგანს საკმარისი გრავიტაცია აქვს იმისთვის, რომ მტვერიდან ნარჩენები მიიზიდოს. თითქოს კოსმოსური მტვერსასრუტი იყოს. სხვები შესაძლოა ზედმეტად პატარები იყვნენ ძლიერი გრავიტაციისთვის, მაგრამ მტვერს მაინც აგროვებენ, როგორც თოვლის გუნდა, რომელიც ფერდობზე დაგორავს. რაც ვერ გროვდება, მთვარეები ან სატურნისკენ აგდებენ, ან ღია კოსმოსში. რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ეს პროცესი, მით უფრო გათხელდება რგოლები, სანამ საბოლოოდ საერთოდ არ გაქრება. ან შესაძლოა ყველაფერი თავიდან დაიწყოს, როცა მწყემსი მთვარეებიც ჩავარდებიან პლანეტის გრავიტაციაში, დაიშლებიან და ახალი რგოლების წყაროდ იქცევიან. შეიძლება არ იცოდეთ, მაგრამ სატურნის ყველაზე დიდი რგოლი თითქმის უხილავია. ის გიგანტურ ლურჯ ჰალოს გავს, რომელიც პლანეტის ირგვლივ ვრცელდება და მხოლოდ მზის სინათლის განსაკუთრებული კუთხით დანახვისას ჩანს. ეს რგოლი განადგურებული მთვარისგან არ წარმოქმნილა, ის ახლაც იქმნება ცოცხალი მთვარის ენცელადის მიერ. დიდი ხანია ვიცით, რომ ენცელადი ყინულის უზარმაზარი სფეროა, რომელიც სატურნის მთავარი რგოლების მიღმა მოძრაობს. მაგრამ როდესაც კასინი 2004 წელს სატურნთან ჩავიდა, მან ამ მთვარეზე რაღაც უცნაური შენიშნა. ენცელადიდან წამოსული რადიოსიგნალები ძალიან არასტაბილური იყო, რაც გაყინული ყინულის ბურთისთვის უცნაური ჩანდა. ამის შემდეგ ზონდი მისკენ მიმართეს, რათა გაერკვიათ რა ხდებოდა. და აი რა დაინახა კასინიმ. წყლის ორთქლის უზარმაზარი გეიზერები, რომლებიც ენცელადის სამხრეთ პოლუსიდან ამოიბრქვეოდა. ანუ ეს ლურჯი ჰალო რეალურად წყლისგან შემდგარი რგოლია, რომელიც მთვარიდან გამოედინება. სატურნზე გაცილებით მეტი რამ ხდება, ვიდრე უბრალოდ ლამაზი რგოლებია. თუ პლანეტას უფრო ახლოდან დავაკვირდებით, კიდევ უფრო ღრმა საიდუმლოებებს აღმოვაჩენთ. მაგალითად, სატურნის ჯრდილოეთ პოლუსს, რომელიც თითქმის იდეალური ექვსკუთხედის ფორმისაა. ეს სინამდვილეში გიგანტური ქარიშხალია, რომელიც დედამიწაზე ფართოა. იგი პირველად Voyager 1-მა 1980-იან წლებში დააფიქსირა, მაგრამ ახლოდან მხოლოდ კასინიმ შეისწავლა 2013 წელს. ეს მზის სისტემის ერთ-ერთი ყველაზე უცნაური ფენომენია. უნდა გვახსოვდეს, რომ ასეთ პლანეტებს მყარი ზედაპირი საერთოდ არ აქვთ. ისინი გაზის უზარმაზარი ფენებია, რომლებიც მკვრივ ღრუბლებს ქმნიან. ამ ღრუბლებში მძვინვარებს შტორმები, ელვა, ქუხილი და წარმოუდგენლად ძლიერი ქარები. სატურნზე მზის სისტემის მეორე ყველაზე სწრაფი ქარია, ნეპტუნის შემდეგ, და მისი სიჩქარე საათში 1800 კილომეტრს აღწევს.
ეს კარგად ჩანს ღრუბლების სქელ ზოლებში, რომლებიც პლანეტას გარს ეხება და ზოგჯერ ერთმანეთის საწინააღმდეგო მიმართულებითაც კი ბრუნავს. პლანეტის ზედა ნაწილში კი უზარმაზარი ქარიშხალია, რომელმაც თავის ორბიტაში ასობით პატარა შტორმი ჩაითრია. მთელ ამ სისტემას გარს აკრავს პოლარული რეაქტიული ნაკადი, რომელიც 6 კუთხედის ფორმის ბარიერს ქმნის და პოლარულ მორევს დანარჩენი პლანეტისგან გამოყოფს. ყველაზე უცნაური ის არის, რომ ზუსტად არ ვიცით, რატომ ხდება ეს. ამის გარდა მზის სისტემაში თითქმის ყველა ბუნებრივი ფორმა მრგვალია. დედამიწაზე მეცნიერებმა სცადეს წყლის აბზებში 6-კუთხოვანი შტორმის გამეორება. მართალია, გარკვეულმა დინებებმა მცირე ხნით მსგავსი ფორმა შექმნა, მაგრამ ისეთი სტაბილური 6 კუთხედი, როგორც სატურნზეა, ვერ მიიღეს. დღეს მთავარი თეორია ისაა, რომ ღრუბლებში არსებული შტორმი რაღაც უზარმაზარი ძალით იმართება, რომელიც სატურნის ატმოსფეროს სიღრმეში იმალება. გაზის გიგანტები მთლიანად გაზისგან არ შედგება, თუმცა არც მყარია. ისინი უფრო სხვადასხვა მდგომარეობის მატერიის გარდამავალი ფენებია. რაც უფრო ღრმად ჩადიხარ, მით უფრო უცნაური ხდება ყველაფერი. სატურნი ძირითადად წყალბადისა და ჰელიუმისგან შედგება. დაახლოებით 3/4 წყალბადია და 1/4 ჰელიუმი. ამიტომ მოცულობასთან შედარებით ძალიან მსუბუქია. თეორიულად თუ კოსმოსურ აბაზანაში ჩააგდებდით, სატურნი წყალზე იტივტივებდა. მაგრამ მისი უზარმაზარი მასა იმდენად ძლიერ გრავიტაციას ქმნის, რომ წყალბადს ცენტრისკენ აწვება და საბოლოოდ გაზს სითხედ აქცევს. დღევადი წყალბადის ოკეანის ქვემოთ კი სავარაუდოდ ძალიან მკვრივი ქვისა და ლითონის ბირთვია. ამ წნევის გამო სატურნის ბირთვი დაახლოებით 11,000 გრადუს ცელსიუსამდე ცხელდება, რაც მზის ზედაპირზე ორჯერ უფრო მაღალი ტემპერატურაა. შესაძლოა, სწორედ დღევადი წყალბადის ფენაში არსებული უზარმაზარი მორევი წარმოქმნის იმ 6-კუთხოვან შტორმს, რომელსაც კოსმოსიდან ვხედავთ. შესაძლოა ჩრდილოეთ პოლუსზე რაღაც გიგანტური მორევი ტრიალებს, რომლის ენერგიაც ატმოსფეროს ფენებში ადის და საბოლოოდ ერთ დიდ გეომეტრიულ ფორმად ერთიანდება. ამ პირობებში გამეორება პრაქტიკულად შეუძლებელია. ქარიშხლის ქვედა ნაწილში უკიდურესად ცხელი, მკვრივი სითხეა. ზემოთ კი კოსმოსის ყინულოვანი ვაკუუმი. საინტერესოა სატურნის 6 კუთხედის ფერიც. 2013 წელს კასინის ფოტოებში ის ლურჯად ჩანდა, ხოლო 2017 წელს ოქროსფრად. მიიჩნევა, რომ ფერი პლანეტის სეზონებისა და მზის სინათლის მიხედვით იცვლება. ზამთარში ლურჯია, ზაფხულში ოქროსფერი. სამწუხაროდ, ვეღარ ვნახეთ, ისევ ლურჯი გახდებოდა თუ არა, რადგან 2017 წელს კასინის მისია დასრულდა, თუმცა ძალიან შთამბეჭდავი ფინალით. 13 წლიანი მუშაობის შემდეგ ზონდს საწვავი უთავდებოდა. NASA-ს ორი არჩევანი ჰქონდა: შეინარჩუნებინა აპარატი მინიმალური აქტივობით, ან ბოლო მისია გრანდიოზულად დაესრულებინა. მათ მეორე გზა აირჩიეს. გადაწყვიტეს დარჩენილი საწვავი გამოეყენებინათ და კასინი პირდაპირ სატურნში ჩაეშვათ. მათ იცოდნენ, რომ ზონდი დიდხანს ვერ გაუძლებდა. ძლიერი ქარები მას კონტროლს დააკარგვინებდა, შემდეგ კი პლანეტის გრავიტაცია გაანადგურებდა. დაფლეთდა. ბოლო მონაცემების მაქსიმალურად მისაღებად მეცნიერება ორბიტები ისე დაგეგმეს, რომ ზონდი თანდათან უფრო ახლოს მისულიყო პლანეტასთან, სანამ უკან დასაბრუნებელი გზა აღარ დარჩებოდა. თავდაპირველად კასინიმ რგოლების გარეკიდეები გაიარა და ყინულის მბრუნავ მასას სულ 20 ჯერ ჩაუფრინა. შემდეგ კი დაიწყო გრანდიოზული ფინალი. ზონდი პლანეტასა და შიდა რგოლებს შორის დაეშვა. ყოველი ახალი გავლისას ის ატმოსფეროს უფრო უახლოვდებოდა, სანამ 22 ორბიტაზე ეს არ მოხდა. ზონდის მანევრირების ზრავები ზედა ატმოსფეროს ქარებმა დაძლია. როგორც კი აპარატმა ბრუნვა დაიწყო, მან დედამიწასთან კავშირი დაკარგა და NASA-ს მონიტორები გაითიშა. შემდეგ ალბათ კასინი ნაწილებად დაიშალა, ჩაიჭყლიდა და საბოლოოდ პლანეტის ქვედა ატმოსფეროში გადნა. და სამწუხაროდ, კასინის მიერ გადაღებული ბოლო კადრები შესაძლოა სატურნის ბოლო ახლოხედები იყოს ძალიან დიდი ხნის განმავლობაში. იმის მიუხედავად, რომ არსებობს იდეები 21 საუკუნეში სატურნთან ახალი მისიის გაგზავნის შესახებ, ჯერჯერობით არც ერთი მათგანი რეალურ გეგმად არ ქცეულა. ამასობაში მეცნიერები კვლავ ამუშავებენ კასინის მიერ შეგროვებულ უზარმაზარ მონაცემებს. გამოძიება ჯერ არ დასრულებულა და შესაძლოა ყველაზე დიდი საიდუმლოებები ჯერ კიდევ წინ გველის. ეს კი მხოლოდ ერთ-ერთი ზონდია იმ მრავალთაგან, რომლებიც მზის სისტემის უდიდესი საიდუმლოებების გამოსაკლებად გაიგზავნა. ჩვენ უკვე ვიცით, რა იმალება ვენერას ზედაპირზე, ან რა ხდება იუპიტერის უზარმაზარი შტორმის ქვეშ. თუ ეს ეპიზოდები არ გინახავთ, აუცილებლად ნახეთ. თუ მზის სისტემის ორ გიგანტს, სატურნსა და იუპიტერს შევადარებთ, ასეთი სურათი გვექნება.
იუპიტერი უფრო მასიური და ქარიშხლებით სავსეა, ხოლო სატურნი ვიზუალურად უფრო მშვიდი და ელეგანტური ჩანს. თუმცა მის ატმოსფეროშიც უზარმაზარი შტორმები და ზებგერითი ქარები მძვინვარებს. მისი რგოლები, უცნაური პოლარული სტრუქტურები და სიცოცხლის პოტენციური მთვარეები სატურნს თანამედროვე ასტრონომიის ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ აქცევს. სატურნი და მისი მთვარეები უახლოეს წლებში კოსმოსური კვლევების ერთ-ერთი მთავარი სამიზნე იქნება. ყველაზე დიდი ყურადღება კი ახლა სატურნის მთვარე ტიტანზეა გადატანილი. NASA ამზადებს უნიკალურ მისიას სახელად Dragonfly. ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა სხვა სამყაროზე დიდი საფრენი დრონი იმოძრავებს. მეცნიერების აზრით 2030-იანი წლების შესაძლოა სატურნის ეპოქა გახდეს კოსმოსურ კვლევაში. აქ დავასრულებ სატურნზე საუბარს. მოიწონე ვიდეო და გამოიწერე კოდის YouTube არხი. ასევე გაიაქტიურე ზარის ხილაკიც. დროებით.